შენ გითვალთვალებენ არა კამერები, არა მთავრობა, არამედ შენ გარშემო მყოფი ადამიანები. ყოველ ჯერზე, როდესაც გარეთ გადიხარ, შედიხარ არენაზე, ჩუმ, უხილავ ბრძოლის ველზე, სადაც სტატუსზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ძალაუფლება ფასდება და მსხვერპლი ირჩევა. და ჭეშმარიტება ისაა, რომ შენ თვითონ იხატავ სამიზნეს საკუთარ ზურგზე. დადიხარ სამყაროში და ფიქრობ, რომ გამჭვირვალობა სათნოებაა. ფიქრობ, რომ გადაშლილი წიგნივით ყოფნა სანდოს ხდის. ფიქრობ, რომ გულის გადაშლა ადამიანურს ხდის. მაკიაველს რომ ენახე, სულელს გიწოდებდა. მან საუკუნეების წინ გაგვაფრთხილა. ყველა ხედავს იმას, რაც ჩანხარ. ცოტანი განიცდიან იმას, რაც სინამდვილეში ხარ. თუ სამყაროს ყველაფერს უჩვენებ, შენს თავს არაფერს უტოვებ. არავით არის საიდუმლო, არავით არის დაცვა, არავით არის გავლენა. საქართველოში ამას კიდევ უფრო დიდი ზონა აქვს. გაიხსენე, რამდენჯერ გაგიკეთებია ან არ გაგიკეთებია რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ გეფიქრებოდა, რა სიტყვის ხალხი. ქართული რეალობა მუდმივი დაგვირების ქვეშ ცხოვრებას გაჩვევს. უბნის ბირჟიდან დაწყებული, სუფრაზე ნათესავების გაუთავებელი კითხვებით დამთავრებული. ადამიანების უმეტესობა ანადგურებს საკუთარ რეპუტაციას, არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ დაუდევრები არიან. ანთხევენ თავიანთ ემოციებს, გეგმებს და არასრულფასოვნების განცდას ტროტუარზე, რათა ნებისმიერ მაგათელოს. დღეს მე გავაჩერებ სისხლდენას. ვაპირებ გავკერო ჭრილობები შენს საჯარო პერსონაჟში. ვიდეოს დასასრულს გაიგებ, რატომ არის სიჩუმე ყველაზე ხმამაღალი ბგერა ოთახში და როგორ იმოძრაო ქაოტურ სამყაროში მოჩვენებასავით, მიუწდომელმა, ამოუკითხავმა და უდავოდ ძლიერმა. მაგრამ ჯერ უნდა აღიარო, რომ შენი მოთხოვნილება იყო დანახული, არის ზუსტად ის, რაც გაიძულებს გაქრობას. ანტიკური სტოიკოსები და რენესანსის სტრატეგები ერთ რამეზე თანხდებოდნენ. გონება ციხესიმაგრე უნდა იყოს. მაგრამ ციხესიმაგრე, რომლის კარიბჭე ფართოდაა გაღებული, უბრალოდ ნანგრევია, რომელიც დანგრევას ელოდება. ჩვენ განვიხილავთ 9 კონკრეტულ ქცევას, რომლებიც გაცლის ძალაუფლებას საზოგადოებაში. ზოგიერთ მათგანს ყოველდღე აკეთებ. ზოგიერთი მათგანი რეალურად კარგი თვისება გონია, არა და არ არიან. უფრო მეტიც, ისინი მორჩილების სიგნალებია. ამ ინფორმაციის დაუფლება არ ნიშნავს სოციოპათად ქცევას. ეს ნიშნავს სუვერენულად გადაქცევას. ეს არის განსხვავება მეფესა და კარის მასხარას შორის. ერთი ბრძანებს ყურადღებას თავშეკავებით, მეორე ითხოვს ყურადღებას შესრულებით. მაგრამ გაფრთხილდი. როგორც კი შეწყვეტ ამ 9 რამის კეთებას, ადამიანები შეიცვლიან შენდამი მოპყრობას. ისინი შეწყვეტენ შენს შეწოდებას, შეწყვეტენ შენს გამოყენებას და შესაძლოა ცოტათი შიშიც კი დაიწყონ შენი. თუ არ ხარ მზად იმ იზოლაციისთვის, რომელიც მოხვება ავტორიტეტს, გამორთე ეს ვიდეო. და თუ მზად ხარ, დაიბრუნო შენი კონფიდენციალურობა და ძალაუფლება, მოდით დავიწყოთ. პირველი. არასოდეს გაამჟღავნო შენი შემდეგი ნაბიჯი. თანამედროვე სამყაროში ყველაზე დიდი ნარკოტიკი ქიმიური არ არის. ეს არის აღიარება. და ყველაზე სწრაფი დარტყმა მოდის შენი გეგმების გამოცხადებიდან მათ შესრულებამდე. ვაპირებ ბიზნესის დაწყებას. ვაპირებ სპორტდარბაზში სიარულს კვირაში 5 დღე. ან თუნდაც სუფრასთან, ღვინით შეზარხოშებულზე ომახიანად გამოცხადებული გეგმები. ძმაო, ხვალე მაგარ საქმეს ვიწყებ. ჩემი ძმაკაცი უეჭველი ჩამიწყობს რაღაცას. ამბობ ამეებს, რათა მიიღო მიღწევის დოფამინის დარტყმა სამუშაო შესრულების გარეშე. მაგრამ როდესაც შენს განზრახვებს ამჟღავნებ, აძლევ შენს მტრებს და შურიან მეგობრებსაც კი საბოტაჟის რუკას. იმ მომენტში, როდესაც მიზანს ხმამაღლა წარმოთქვამ, ფანტავ მის მისაღწევად საჭირო ენერგიას. ატყუებ შენს ტვინს, რომ იგზნოს კმაყოფილება, მაგრამ რაც უარესია, აფრთხილებ კონკურენტებს. დამალე შენი განზრახვები, წერდა რობერტ გრინი, მაკიაველის მოწაფე. თუ ადამიანებმა არ იციან რას აპირებ, ვერ მოემზადებიან თავდაცვისთვის, ვერ დაგბლოკავენ. იმოძრავეთ ჩუმად. და შენი შედეგები იყოს ხმაური. არის საზარელი ძალა ადამიანში, რომელსაც შეუძლია გაქრეს 6 თვით და დაბრუნდეს ახალი იმპერიით, ახალი ფიზიკური ფორმით, ახალი ცხოვრებით. არავით არის განცხადებები, არავით არის მიყურეთ რას ვშვები, უბრალოდ შესრულება. როდესაც შენს ნაბიჯებს გასცემ, ითხოვ ნებართვას. სთხოვ ტომს, დაგიქნიონ თავი და თქვან, დიახ, ეს კარგია. შეწყვიტეთ ხოვნა. ლომი არ ღრიალებს ჩასაფრებამდე, ის ღრიალებს მონადირების შემდეგ. თუ გსურს სერიოზულად აღგიქვან, პირი მოკუმე და შენი შრომის ეთიკის სტანდარტი მაღალი იქონიე. დაე, ივარაუდონ. დაე, იჭორაონ იმაზე რას აკეთებ. მათი ფანტაზია ყოველთვის დახატავს სურათს, ბევრად უფრო შთამბეჭდავს, ვიდრე შენი რეალობაა.
პოტენციალის საიდუმლო შენი ყველაზე დიდი აქტივია. ნუ გაფლანგავ მას იაფი აპლოდისმენტებისთვის. ვახშამზე. მეორე. არასოდეს იწუწუნო შენს პრობლემებზე. ეს არის ყველაზე გავრცელებული სისუსტე ადამიანის ქცევაში. დავიღალე, ჩემი უფროსი იდიოტია. საკმარის არ მიხდიან. ეხლა კარგად მომისმინე. ეს არავის ადარდებს და ვისაც ადარდებს, ჩვეულებრივ უხარია რომ შენი ტანჯები, რადგან ეს მათ თავს უკეთესად აგზნობინებს საკუთარი საშუალოების გამო. როდესაც საჯაროდ წუწუნებ, შენ ორ რამეს აკეთებ. პირველი, აღიარებ რომ დაკარგე კონტროლი. სიგნალს აძლევ რომ ხარ გარემოებათა მსხვერპლი, ქარში მფრინავი ფოთოლი. ლიდერები არ წუწუნებენ. ისინი ცვლიან სიტუაციას ან უძლებენ მას. მესამე ვარიანტი არ არსებობს. მეორე, ტვირთავს ხვებს შენი ნეგატივით. ხდები ენერგოვამპირი. ადამიანებმა შეიძლება თავაზიანად დაგიქნიონ თავი. მათ შეიძლება შემოგთავაზონ ფრაზა, როგორიცაა ვწუხვარ, მაგრამ ქვეცნობიერად ისინი განიზიდებიან შენგან. მოგნიშნავენ როგორც დაბალი სტატუსის მქონეს. მაკიაველი აკვირდებოდა, რომ ადამიანები ბუნებრივად განიზიდებიან უბედურებისგან და მიიზიდებიან ძალისკენ, სასიცოცხლო ენერგიისკენ, წარმატებისკენ. თუ დადიხარ და შენს პრობლემებს მძიმე პალტოსავით ატარებ, ნუ გაგიკვირდება, როდესაც ადამიანები ქუჩას გადაჭრიან შენგან თავის ასარიდებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დათრგუნო შენი ემოციები, არამედ გონივრულად აერჩიო შენი მრჩეველი. გული გადაუშალე თერაპევტს, სანდო მენტორს, მაგრამ ნუ გადაუშლი გულს საზოგადოებას, ნუ გადაუშლი გულს შენს თანამშრომლებს. სამყაროსთვის უნდა ჩანდე როგორც მოწესრიგებული. მაშინაც კი თუ შენი ცხოვრება იწვის, საჯარო სახე უნდა იყოს გრილი, მშვიდი და თავშეკავებული. აი რას უწოდებენ იტალიელები სპრეცატურას. შესწავლილ უდარდელობას, ხელოვნებას, გახადო რთული მარტივად მოსაჩვენებელი. თუ იტანჯები, იტანჯე ღირსებით. პატივისცემა ეძლევა მამაკაცს ან ქალს, რომელიც ატარებს მძიმე ტვირთს, წელში მოხრისა და ჩივილის გარეშე. გახდი ის ადამიანი, რომელიც კითხვაზე, როგორ მიდის საქმეები, უბრალოდ იღიმება და ამბობს, წინ მივიწევ. მესამე, არასოდეს დაკარგო წონასწორობა. ბრაზი ემოცია, აგრესია ინსტრუმენტია, არის დიდი განსხვავება. როდესაც საჯაროდ კარგავ წონასწორობას, მაგალითად გაიხსენე თბილისის საცობები, სიგნალზე გაწოლილი და საჯესთან გამზარებული მძღოლები. როდესაც ვიღაცის უხეშ მანერს წყობიდან გამოყავხარ და გინებას იწყებ, შენ ამით არ აჩვენებ ძალას. აჩვენებ, რომ ადვილად მანიპულირებადი ხარ. თუ უცნობ შეუძლია გაიტაცოს შენი ნერვული სისტემა და გადაგაქციოს მკვირალა ბავშვად, უბრალოდ მოძრაობაში გზის გადაჭრით, შენ არ ხარ თავისუფალი, არამედ ხარ შენი იმპულსების მონა. მაკიაველი გვირჩევდა, რომ პრინცის უნდა ეშინოდეთ, დიახ, მაგრამ არასოდეს ძულდეთ. და არაფერი შობს ზიზღს იმაზე სწრაფად, ვიდრე ემოციური რეგულაციის ნაკლებობა. მამაკაცი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს, ვერ გააკონტროლებს სამეფოს. როდესაც ფეთქდები, ამჟღავნებ შენს გამომწვევ მიზეზებს. უჩვენებ სამყაროს ზუსტად სად არის შენი ღილაკები. ჭკვიანი მტერი შეინახავს ამ ინფორმაციას და გამოიყენებს მას მოგვიანებით შენს გასანადგურებლად. მათ ეწოდინებათ ზუსტად რა თქვან, რათა წარმოგაჩინონ გაუწონასწორებელ, ირაციონალურ და საშიშ ადამიანად. სიჩუმე ყოველთვის უფრო დამამცირებელია ვიდრე ხვილილი. წარმოიდგინე უფროსი, რომელიც ყვირის, როდესაც გაბრაზებულია. ეხლა წარმოიდგინე უფროსი, რომელიც ჩუმდება, რომელიც გიყურებს, რომელიც ჩურჩურით ლაპარაკობს. რომელია უფრო საშინელი? მკვირალა მასხარაა. მშვიდი კი მტაცებელი. განავითარე ყინულოვანი მზერა. განავითარე პაუზა. როდესაც გძნო ბრაზის ცეცხლის მოზღვავებას მკერდში, ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც უნდა გაიღინო. არ ილაპარაკო, არ იმოქმედო. და მეორე ადამიანი იჯდეს შენი სიჩუმის უხერხულობაში. ისინი ელიან ბრძოლას. როდესაც შენ უარყოფ ბრძოლას, ისინი რჩებიან საკუთარ თავთან ბრძოლაში. სულელურად ჩანან, შენ კი მიუწვდომლად. დაეუფლე შენს ნერვულ სისტემას, თორემ სამყარო დაეუფლება მას შენს ნაცვლად. მეოთხე. არასოდეს მოიხადო ბოდიში, როდესაც ეს საჭირო არ არის. ჩვენ ცხოვრობთ ბოდიშის კულტურაში. ბოდიშს ვიხდით სივრცის დაკავებისთვის, ბოდიშს ვიხდით კითხვის დასმისთვის, ბოდიშს ვიხდით აზრის ქონის გამო. ბოდიში რომ გაწუხებთ, წუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეწყვიტე ეს. ბოდიში არის დანაშაულის აღიარება. ეს არის მორჩილების სიგნალი. როდესაც ბოდიშს იხდი იმ რამეებისთვის, რაც შენი ბრალი არ არის, ან უბრალოდ არსებობისთვის, აქვეითებ შენს სტატუსს იერარქიაში. ეუბნები სამყაროს, მე შენზე დაბლა ვარ, გთხოვთ, მაპატიოთ აქ ყოფნა. მაკიაველი მიცოდა, რომ ლიდერი უშეცდომა უნდა ჩანდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხარ და დაუშვებ შეცდომებს, უნდა შეინახო შენი ბოდიშები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მართლაც დაუშავე ვინმეს რამე. თუ აგვიანებ, ნუ იტყვი, ბოდიში რომ დავაგვიანე, თქვი, გმადლობთ ლოდინისთვის. თუ განსხვავებული აზრი გაქვს, ნუ იტყვი, ბოდიში რომ არ გეთანხმები, თქვი, მე ამას სხვანაირად ვხედავ. გრძნობ არასხვაობას. პირველი არის პატიების თხოვნა, მეორე რეალობის გაცხადება. ზედმეტი ბოდიშის მოხდა სუსტად, გაურკვევლად და დაუცველად წარმოგაჩენს, იწვევს მტაცებლობას. ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ შეუძლიათ დაგაბრალონ რაღაცეები, რადგან ასე მზად ხარ დანაშაულის მისაღებად. შეინახე შენი ბოდიშები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მათ რაღაც მნიშვნელობა ექნებათ. როდესაც მართლაც გატეხე პირობა ან ზიანი მიაყენე, მოიხადე ბოდიში ერთხელ, გულწრფელად და გამოასწორე, არასოდეს გაიმეორო. მაგრამ ცხოვრების ყოველდღიური მომენტებისთვის მყარად იდექი შენს პოზიციაზე. დაიკავე შენი სივრცე. არ ჭირდება ნებართვა არსებობისთვის. მეხუთე. არასოდეს გაამჟრავნო შენი ფინანსური მდგომარეობა. ფული ყველაზე მგრძნობიარე ნერვია ადამიანის სხეულში. თუ აჩვენებ, რომ ღარიბი ხარ, სამყარო მოგეპყრობა სიბრალულით ან უხილავობით. სიღარიბე მაგიაველური სამყაროს თვალშიც სოდვაა. ის გულისხმობს შესაძლებლობების ნაკლებობას, კეთილგანწყობის ნაკლებობას. ადამიანები დისტანცირდებიან წარუმატებლობისგან, რადგან ეშინიათ, რომ ის გადამდებია. თუ აჩვენებ, რომ მდიდარი ხარ, იწვევს შურს და შური ყველაზე საშიში ემოციაა ემოციებს შორის. ეს არის ემოცია, რომელიც აიძულებს მეგობარს დანადაიჭიროს ზურგს უკან. არ არსებობს მანკიერება, რომელიც ისე ფარავს ადამიანს სირცხვილით, როგორც ნაკლოვანების აღმოჩენა. თუ აფრიალებ შენ სიმდიდრეს, საათებს, მანქანებს, სამოს, შენ არ ახდენ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. კაფეში მაგიდაზე სადემონსტრაციოდ დადებულ მანქანის გასაღებს, ან ბანკის განვადებით ნაყიდ უახლეს iPhone-ს, რომელსაც მხოლოდ იმისთვის იყენებ, რომ სხვებს დაანახო შენი სტატუსი, ამით შენ ამცილებ მათ. ახსენებ იმას, რაც არ აქვთ და საბოლოოდ ისინი შეგიძულებენ ამის გამო. შეეცდებიან წაგართვანის, ან ქურდობის, ან სასამართლო პროცესების, ან სოციალური განადგურების გზით. ჭეშმარიტი სიმდიდრე ჩურჩულებს. ის ვლინდება ქსოვილის ხარისხში და არა ლოგოს ზომაში. შეინახე შენი ფინანსები შავ ყუთში. დაე ივარაუდონ. თუ გიჭირს, გამოიყურებოდე სუფთად და ორგანიზებულად. ნუ გამოიყურები ღარიბად, არამედ ისე, თითქოს დროებით ტაქტიკურ უკანდახევაში ხარ. თუ იგებ, გამოიყურებოდე კომფორტულად და არა ლატარიაში გამარჯვებულივით. მიზანია იყო ფინანსურად ამბივალენტური. გინდა რომ ადამიანებმა ივარაუდონ, რომ კარგად ხარ, მაგრამ არასოდეს იცოდნენ ზუსტად რამდენად კარგად. ეს გიცავს პარაზიტებისგან, რომლებსაც ცესხი უნდათ და მტაცებლებისგან, რომლებსაც შენი ადგილი უნდათ. შენი საბანკო ანგარიში იარაღია. შეინახე ის ქარქაში, სანამ არ დაგჭირდება მისი გამოყენება. მე-6. არასოდეს იჭორაო და ილაპარაკო ცუდად სხვებზე. დიდი გონება განიხილავს იდეებს. საშუალო გონება განიხილავს მოვლენებს. პატარა გონება განიხილავს ადამიანებს. ჭორი სუსტების ვალუტაა. ეს არის კავშირის მექანიზმი ადამიანებისთვის, რომლებსაც არაფერი აქვთ ღირებული შესათავაზებელი. როდესაც ჭორაობ, შეიძლება იგრძნო, რომ ამყარებ კავშირს მსმენელთან, მაგრამ სინამდვილეში ანადგურებს საკუთარ რეპუტაციას. დაფიქრდი. როდესაც ვინმე მოდის შენთან და გიყვება საერთო მეგობრის საიდუმლოებებს, რა არის შენი აზრი? თუ ის მელაპარაკება მასზე, ის ელაპარაკება მას ჩემზე. მაშინვე კარგავ ნდობას მჭორავის მიმართ. მაკიაველი გვაფრთხილებდა, რომ პრინცი უნდა მოერიდოს სიძულვილს ან ზიზღს. მაწანწალად და ჭორების გამავრცელებლად ყოფნა ზიზღს იწვევს შენდამი. ეს წარმოგაჩენს ცრილმან, მოწყენილ და ბოროტ ადამიანად. გარდა ამისა, ინფორმაცია ძალაა. როდესაც ჭორაობ, გასცემ ინფორმაციას უფასოდ. ჟონავ გავლენას. სტრატეგიული გონება უსმენს ჯორებს, მაგრამ არასოდეს მონაწილეობს მათში. იყავი ინფორმაციის შავი ხვრელი. დაე, ადამიანებმა ყველაფერი გიამბონ და უკნიე თავი, მოусმინე, შეაგროვე მონაცემები და შემდეგ არაფერი თქვა. ეს გაქცევს საზარლად ძლიერად. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ შენ იცი მათი საიდუმლოებები, მაგრამ მათ არ ეცოდინებათ. უთხარი თუ არა ვინმეს. ეს გაურკვევლობა გაძლევს მათზე კონტროლს. არასოდეს ილაპარაკო ცუდად შენს მტრებზე საჯაროდ. ეს წარმოგაჩენს შეფხრობილ და გამწარებულ ადამიანად. თუ უნდა გაანადგურო მტერი, გააკეთე ეს მოქმედებით და არა სიტყვებით. გააკეთე ეს ისე ჩუმად, რომ მათ არც კი იცოდნენ, რომ ეს შენ იყავი. ცუდი სიტყვების თქმა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ მათ გადგინეს. არაფრის თქმა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ისინი შენს ყურადღებას არ ემსახურებენ. მე-7.
არასოდეს ახსნა შენი ფილოსოფია. აღარ დაკარგო დრო იმაზე კამათში, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი. იყავი ის, მარკუს ავრელიუსი. არის ტენდენცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობთ, რომ გვინდოდეს ქადაგება. მივაგნებთ ახალ დიეტას, ახალ რელიგიას, ახალ პოლიტიკურ პოზიციას ან ახალ ფილოსოფიას, როგორიცაა სტოიციზმი ან მაკიაველიზმი და გვინდა ყველას უთხრათ ვახშამზე, გვინდა გადავიბიროთ ისინი, გვინდა დავამტკიცოთ, რომ მართლები ვართ. ნუ გააკეთებ ამას. პირველ რიგში ეს გამაღიზიანებელია. არავის უნდა ლექციების მოსმენა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი, ეს გაქცევს თვალთმაქცად. იმ მომენტში, როდესაც გამოაცხადებ შენს მორალურ კოდექსს, მე არასოდეს ვიტყუები. ყოველთვის ვიღვიძებ დილის 5 საათზე. ვეგანი ვარ, ან თუნდაც მე ვმარხულობ და თქვენ როგორ შეგიძლიათ ამდენი ჭამა. ან სუფრაზე სადღეგრძელოებით სხვებისთვის მორალის კითხვა. სამყარო დაგიწყებს ყურებას ორბივით. დაელოდება შენს წაბორძიგებას და შენ ადრე თუ გვიან წაბორძიგდები. და როდესაც ამას გააკეთებ, ისინი თითს გამოიშვერენ, გაიცინებენ და თაღლიც გიწოდებენ. შენი სტანდარტების სიტყვიერად გამოხატვით, ქმნი მახეს საკუთარი თავისთვის. აძლევ ადამიანებს საზომს შენს გასაზომად. მაკიაველი გვირჩევს, ვჩანდეთ რელიგიურები, ერთგულები და ჰუმანურები, მაგრამ ვიყოთ მოქნილები რეალობაში. თუ ხისტად გამოაცხადებ შენს კოდექსს, კარგავ მოქნილობას. იცხოვრე შენი ფილოსოფიით, განასახიერე იგი. დაე ადამიანებმა იკითხონ, რატომ ხარ ასე მშვიდი, რატომ ხარ ასე დისციპლინირებული? მაშინ და მხოლოდ მაშინ აჩვენე მათ მცირედი რამ. შენი მოქმედებები იმდენად ხმამაღალი უნდა იყოს, რომ შენი სიტყვები არასაჭირო გახდეს. შენი ცხოვრების წესის ყველაზე ძლიერი არგუმენტი შენი ცხოვრებაა და არა მისი ახსნა. მერვე, არასოდეს ეძებო მოწონება ან აღიარება. ეს არის ყველა სხვა ცოდვის საფუძველი. ღრმა, ძლიერი შიმშილი იმისა, რომ გითხრან, კარგი ბიჭი ხარ ან კარგი გოგო ხარ. ბავშვობიდან გვასწავლიან ავტორიტეტული ფიგურების, მშობლების, მასწავლებლების, უფროსების, ღმერთების, მოწონების ძიებას. ჩვენ ვასრულებთ ტრიუკებს საჩუქრებისთვის, მაგრამ თუ გსურს იყოს სუვერენული ზრდასრული, უნდა მოკლა ეს ინსტინქტი. ბავშვობიდან განუწყვეტლივ გესმის ფრაზა: მეზობელმა ან ნათესავმა რომ დაგინახოს, რას იფიქრებს? ეს არის საწამლავი, რომელიც გაიძულებს საკუთარი ცხოვრება სხვისი მოლოდინების მიხედვით აშენო. როდესაც საჯაროდ ეძებ მოწონებას კომპლიმენტებზე თევზაობით, იცინიან თუ არა ადამიანები შენს ხუმრობებზე და შემდეგ შენი აზრის შეცვლით ჯგუფთან შესაბამისობისთვის, აძლევ მათ შენივე საბელს. ამბობ, ჩემი თვითშეფასება თქვენს ხელშია, გთხოვთ მოეპყარით ნაზად. მაკიაველი მიცოდა, რომ პრინცი თვითკმარი უნდა იყოს. ის უსმენს მრჩევლებს, დიახ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მისია. ის არ ეძებს სასამართლოსგან ნებართვას. როდესაც წყვეტ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობას, უცნაური რამ ხდება. ისინი იწყებენ შენზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობას. აღიარება მაღალი სტატუსის და დაბალი სტატუსის დინამიკაა. ადამიანი, რომელიც ეძებს აღიარებას, დაბალი სტატუსისაა. ადამიანი, რომელიც აფასებს ქცევას, მაღალი სტატუსისაა. როდესაც მოწონებას სთხოვ, შენ სამუდამოდ ანიჭებ საკუთარ თავს ქვედა რანგს. ერთადერთი აღიარება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს, არის ასახვა სარგეში. დაიცავი შენი კოდექსი, შეასრულე შენი გეგმა, გააკონტროლე შენი გონება. თუ ამაზე პასუხი დადებითია, ბრბოს აპლოდისმენტები უმნიშვნელოა. თუ პასუხი უარყოფითია, ბრბოს აპლოდისმენტები ტყუილია. გახდი იმუნური, როგორც ქების, ისე კრიტიკის მიმართ. ისინი ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა და მანიპულაცია ქვია. თუ კომპლიმენტით აგამაღლებენ, შეურაცხყოფით გაგანადგურებენ. უარყავი ორივე. მეცხრე, არასოდეს გაამჟრავნო შენი დაუცველობა. თანამედროვე ფსიქოლოგია გეუბნება, იყო დაუცველი, გააზიარო შენი ტრავმა, იტირო საჯაროდ. ისინი ამას სიმამაცეს უწოდებენ. მაკიაველი ამას თვითმკვლელობას უწოდებდა. დაუცველობისთვის არის დრო და ადგილი. ეს არის შენი ოჯახის კერძო სავანეში, ადამიანებთან, რომლებმაც დაიმსახურეს შენი სულის ნახვის უფლება. ეს არ ხდება სოციალურ მედიაში, არა სათათბირო ოთახში, არა პირველ პაემანზე. სამყარო არ არის თერაპიის სესია. ეს იერარქიაა. როდესაც სისხლს ხური წყალში, ზვიგენები არ გზნობენ ემპათიას, გზნობენ შიმშილს. თუ საზოგადოებას გაუმჟრავნებ შენს ყველაზე ღრმა არასრულფასოვნების განცდას, შენს წარსულ ტრავმებს და შენს ყველაზე ბნელ შიშებს, აძლევ მათ გეგმას შენს დასაშლელად. ეუბნები მათ ზუსტად რა გტკივა. მაქვს მიტოვების პრობლემები. დაუცველი ვარ ჩემი ინტელექტის გამო.
გონია რომ კავშირს ამყარებ, მაგრამ მაკიაველური დამკვირვებელი ისმენს. თუ მსურს მისი კონტროლი, უბრალოდ უნდა დავემუქრო წასვლით. თუ მსურს მისი ტკენა, უბრალოდ უნდა ვაგზნობინო თავის სულელად. უნდა მოახდინო შენი ჩრდილის ინტეგრირება. დიახ, უნდა შეხვდო შენს დემონებს, მაგრამ ამას აკეთებს სიბნელეში. ამას აკეთებს შენივე სულის სამჭედლოში. როდესაც გამოდიხარ შუქზე, ატარებ აბჯარს. ეს არ არის სიყალბე, არამედ დაცულობა. მეფე არ დადის გლეხებს შორის შიშველი. ის ატარებს გვირგვინს და მოსასხამს, არა იმიტომ რომ უკეთესია, არამედ იმიტომ რომ წარმოადგენს წესრიგს. თუ გსურს ლიდერობა, თუ გსურს პატივისცემა, უნდა ჩანდე მთლიანი. ვერ გამოიყვანს ხვებს ქარიშხლიდან თუ იხჩობი საკუთარ გუბეში. შეინახე შენი ჭრილობები დაფარული, სანამ ისინი ნაწიბურებად არ იქცევიან. მაშინ შეგიძლია აჩვენო ნაწიბური, როგორც გაკვეთილი, და არა ჭრილობა, როგორც დახმარების თხოვნა. თუ შეწყვეტ ამ ცხრარამის კეთებას, იგრძნობ როგორ იქნება ვაკუუმი შენს გარშემო. ნაკლებს ილაპარაკებ, ნაკლებს იწუწუნებ, ნაკლებს ახსნი. თავდაპირველად ადამიანები იკითხავენ, ყველაფერი რიგზეა, ისეთი ჩუმი გახდი. ისინი წაგაქეზებენ, შეეცდებიან შენს პროვოცირებას, რათა დაიბრუნონ ძველი, რეაქტიული, დაუცველი შენ. მათ მოსწონდათ ძველი შენ, რადგან შენი ძველი ვერსიის წაკითხვა და კონტროლი ადვილი იყო. დაიცავი საზღვარი. იმ სიჩუმეში, აღიარების ძიების არარსებობაში, შენ აშენებ გრავიტაციას. ხდები ძალაუფლების შავი ხვრელი. ამ ქცევების მოცილებით აცილებს ახელურებს, რომლებსაც სამყარო იყენებს შენს დასაჭერად. ხდები გლუვი, მიუწვდომელი. იწყებ მეტ დაკვირვებას, რადგან არ ხარ დაკავებული შესრულებით. საბოლოოდ შეგიძლია დანახვა. ხედავ სიმებს ყველას კიდურებზე. ხედავ მათ დაუცველობას, მათ ტყუილებს, მათ სასოწარკვეთილ მოთხოვნილებას მოწონებაზე. და როგორც კი დაინახავ თამაშს, ვეღარ ითამაშებ მას. მაკიაველიმ არ გვასწავლა ეს ხერხები იმისთვის, რომ ბოროტები გამختარიყავით. მან გვასწავლა ისინი, რათა გამختარიყავით ეფექტური. მას სურდა, რომ გადავჩენილიყავით გველების სოროში. სამყარო ხმაურიანია. ყველა ყვირის, შემომხედე, დამიდასტურე, შემიცოდე. იყავი ის, ვინც უძრავად დგას. იყავი ის, ვინც აკვირდება. იყავი ის, ვინც კარტებს მკერდთან ახლოს ინახავს. მაგრამ ეს მიგვიყვანს საშიშკა ცნობიერებამდე. როგორც კი დალუქავ გაჟონვას შენს საჯარო პერსონაჟში, როგორც კი შეუწყვეტ სამყაროს ცდომას შენს გონებაზე, დარჩები მარტო შენს აზრებთან. და ადამიანების უმეტესობისთვის ეს საშინელებაა, რადგან როდესაც ხმაური წყდება, შინაგანი ხმაური იწყება. შენ დღეს ისწავლე, როგორ დაიცვა თავი გარე სამყაროსგან, მაგრამ როგორ დაიცვა თავი შინაგანი მტრისგან. როგორ მართავ შენივე გონების სამეფოს, როდესაც კარიბჭე დაკეტილია და ტახტის ოთახში მხოლოდ შენ ხარ. ეს არის ჭეშმარიტი ბრძოლა და ეს არის ის, რაც შემდეგ უნდა გამოვიკვლიოთ. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.